ათენის ბუნკერები ნაწილი 2. ათენში არის დაახლოებით 1000 ბუნკერი. აქედან მხოლოდ 300 არის ვარგისიანი. მათი ნაწილი დღესაც გამოდგება თავდასხმის შემთხვევაში. 1971 წელს საბერძნეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ყველა ახალ შენობას უნდა ჰქონოდა თავშესაფარი. დღეს ათენის ბევრ კორპუსს თავისი მიწისქვეშა ბუნკერი აქვს. პირია სპორტის ბუნკერი. პირია სპორტში შეიქმნა მიწისქვეშა ბუნკერების კომპლექსი და მას აქვს დაახლოებით 50 ბუნკერი. თითოეული მათგანი არის 600 კვადრატული მეტრის და შედგება რამდენიმე ოთახისგან. შესაძლებელია რამდენიმე ასეული ადამიანისთვის გახდეს თავშესაფარი. დიდი ნაწილი დღემდე კარგ მდგომარეობაშია და აქტიურად გამოიყენება საბერძნეთის სამხედრო დაცვისთვის. მოსახლეობისთვის მხოლოდ ნაწილია ხელმისაწვდომი, დანარჩენი თავდაცვის მიზნით ფუნქციონირებს დღემდე. კიფისია, ჩრდილოეთ ათენი. კიფისიაში, ჩრდილოეთ ათენში ცივი ომის პერიოდში აშენდა რამდენიმე მიწისქვეშა სამხედრო ბუნკერი. ბუნკერების სახელები და ზუსტი ადგილმდებარეობები დღემდე არ ხმაურდება. ამიტომ ბევრი ინფორმაცია მათ შესახებ არ გაგვაჩნია. ასევე არ არსებობს კვლევები, თუმცა ამბობენ, რომ ბევრი მათგანი კარგ მდგომარეობაშია. ვულა და გლიფადა სამხრეთის ბუნკერები. ათენის სამხრეთით მწვანე ბორცვებზე ვულასა და გლიფადაში მდებარეობს ბუნკერები, რომლებიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს. თითოეული ბუნკერი არის დაახლოებით 600 კვადრატული მეტრის, შედგება რამდენიმე ოთახისგან და აღჭურვილია წყლის მომარაგების სისტემით. შეუძლია რამდენიმე ასეულ ადამიანს ყუმას მიიღოს. განსაკუთრებით კარგად არის შენახული ვულას ბუნკერი და შიგნიდან უკავშირდება გლიფადის შენობებს. ქმნის ერთიან თავდაცვით ქსელს. მოსახლეობისთვის მხოლოდ მცირე ნაწილი არის ხელმისაწვდომი, დანარჩენი კი კვლავ გამოიყენება სამხედრო დაცვისთვის. და ბოლოს პენდელის სამხედრო ბუნკერი. პენდელის მთაში არის სამხედრო ბუნკერები, რომლებიც არასდროს გახმაურებულა მოქალაქეებისთვის. ეს კომპლექსი გამოიყენებოდა მხოლოდ სამხედრო კომუნიკაციებისთვის, დაზვერვისთვის და უსაფრთხოების კონტროლისთვის. ეს ყველაფერი არ არის, ეს მხოლოდ ათენია. საბერძნეთს გააჩნია ძალიან დიდი და საიდუმლო ბუნკერების სისტემა კაპოდისტრია. თუ გინდა გაიგო ამ საიდუმლოს შესახებ, დაწერე კომენტარებში და გავაგზავნოთ ნავიგაცია მიწისქვეშ.